საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და რუსთავის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოაწერეს. თანამშრომლობის მიზანია რუსთავის საბავშვო ბაგაბაღების გაერთიანებისა და სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრი კესანეს თანამშრომელთა გადამზადება. ავაფორმეთ მემორანდუმი ქალაქ რუსთავის მერიასა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს შორის. მემორანდუმის მიზანი რუსთავის ბაგაბაღების პერსონალის სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების მიმართულებით გადამზადება. ეს არის პროექტი, რომელთაც ჩვენ შევძლებთ 700-მდე ჩვენი საბავშვო ბაღის თანამშრომლების გადამზადებას და მათთვის ახალი უნარების მიცემას განსაკუთრებით გადაუდებელი პირველადი დახმარების მიმართულებით. იმ დროს, როდესაც სახელმწიფო რუსთავში 4 ახალი თანამედროვე საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს, ჩვენ ვალდებული ვართ პარალელურად ვიზრუნოთ სერვისების გაუმჯობესებაზე და ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ძალიან დიდ ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს ხარჯავს და ხდება ძალიან ბევრი სკოლის, ძალიან ბევრი ბაღის რეაბილიტაცია, გამონაკლისი არის რუსთავი არის, რუსთავშიც გვაქვს ჩვენ რამოდენიმე ბაღის მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესი. აქ უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ ყველაზე უფრო მთავარი აქტივი, რაც პერსონალია. ეს იქნება ძალიან კარგი ბაზისი იმისათვის, რომ ყველა დაწყებული რეფორმა და განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო ნაწილის რეფორმა კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიდეს.